მოგესალმებით, მადლობა მოგზაურებისთვის. დღეს არის განსაკუთრებული წარდგინება ავტორის იქიდან გამომდინარე, რომ ავტორი არ ცხოვრობს საქართველოში ამჯერად, უკვე 30 წელია უცხოეთში იმყოფება, ამჯერად შვეიცარიაში და აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ 10 წიგნი აქვს გამოცემული, ჯერ წარდგინება, საკუთარი წიგნის წარდგინება არ ქონია. ეს მეტყველებს ბევრ რამეზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე 5 წელია, არა ქალბატონო 5 წელია თანამშრომლობ და 6 წიგნი გამოვეცით უკვე ამ 5 წლის განმავლობაში. მართალი გითხრათ, არ ყოფილა სურვილი ქალბატონის მხრიდან და მეც მაინც და მაინც არ მომიკლავს თავი, მაგრამ რატომ ესე იგი გადაუწყვიტე მაინც და მაინც დღეს, მაინც და მაინც ესე იგი ამჯერად წიგნის წარდგინება. სულ ბოლო რომელიც გამოვეცით, ეს არის კოსმოსელი მეგობრები, რომლის წარდგინება ხდება ძირითადად დღეს და მე როგორც პროფესიონალი გამომცემელი, ჟურნალისტი, რედაქტორი გეტყვით, ყველა წიგნის რედაქტორი გახლავართ ხალბატონ სოფოსი, გეტყვით, რომ ეს არის უნიკალური გამოცემა. ქართულ ენაზე, როგორც რედაქტორი გეტყვით, ქართულ ენაზე მსგავსი ფანტასტიკური ნაწარმოები მე არ წამიკითხავს და რომ გავიკითხე, გამოვიკითხე არც არსებობს. ეს არის ესე იგი ნიმუში თუ როგორ შეიძლება აზროვნებდეს შემოქმედი და როგორ შეუძლია მას გატაროთ სამყაროში, სხვადასხვა galaktikაზე. თან ისე მოგზაუროთ, რომ ესე იგი ეჭვი არაფერში შეგებაროთ. ფანტასტიკა მოგეხსენებათ, რასაც გულისხმობს თვითონ სიტყვა ცნება ფანტასტიკა, მაგრამ აქ ბევრი რამ ისეთია, რომელზეც ჩვენ წარმოდგენაც კი არ გქონდა, დაუშვათ 20-25 წლის წინ თუნდაც. 85 წელს გამოვიდა საქართველოში ქართულ ენაზე გამოვიდა ძალიან ცნობილი ჟურნალისტის და მწერლის თამაზ ჭეიშვილის სირიუსი იდუმალი სტუმარი. მიეცეთ ყურადღება 85 წელს. ეს იყო რაღაც მართლა ფანტასტიკა ქართულ სინამდვილეში, როცა ესე იგი ფანტასტიკური მოთხრობები ქართულად არ იწერებოდა და ნათარგმნები შეიძლება ბევრი ჰქონდა. და ამის შემდეგ ესე იგი იყო დიდი პაუზა და ქალბატონმა სოფომ ესე იგი შეძლო, მე არ ვიცი რატომ მოუვიდა აზრად და უშად შეექმნა ეს ნაწარმოები, ალბათ თვითონ იტყვის, როცა გადავცემ სიტყვას, ესე იგი და როგორ ესე იგი მოახერხა ეს. აი რო კითხულობ, ისეთი შტაბეჭდება გექნება, თვითონ ავტორი მოგზაურობს და აი საერთო სიტუაციებს არ გიტოვებს. ყველაფერი მიდის ლაღად, ყველაფერი მიდის ძალიან ბუნებრივად. როცა მოიტანა 3 წიგნად გამოვეცით ჯერ ჩვენ ეს ტრილოგია გახლავთ ეს 3 წიგნად გამოვეცით, პირველი წიგნი როცა გამოვეცით, ესე იგი მაშინ მე არა მარტო გახარებთ, არამედ ესე გავაცემ და გავურეკე და უთხარი. მეთქი ესე იგი რაღაც ეტყიებარება თქვენი დაწერილია მეთქი ესა. ხო და გავუცდა, იმიტომ ჩემგან არ ეყოლებოდა და მე უთხარი ისეთია, ესე იგი არ მინდა დაჯერება მეთქი, რომ დაუშვათ თქვენ დაწერეთ მეთქი ეს. ხო და მე მითხრა, რომ ესო და საწყისიაო და გავაგზელებ ამ თემაზე. მეორეც გამომიგზავნა. მეორე ნაწილი როცა გამოგზავნა, გასაგებია ბუნებრივი გაგრძელება იყო ეს ყველაფერი და მე უკვე ისეთ დონემდე ფილოსოფიამდე დავიდა ყველაფერი, არა მოთხრობა რაღაცის, არამედ ფილოსოფიური გააზრება. ესე იგი მე ვუთხარი, ეს ამით არ უნდა დასრულდეს და ბოლოს მესამეც მოაყოლა, სამივე გამოვეცით, მაგრამ იმდე ისეთი დაუკმაყოფილება შეედგათ, იმიტომ რომ ყველამ ვერ მიიღო პირველი წიგნი, ესე იგი დავუშვათ მეორე წიგნი, დავუშვათ მესამე წიგნი, ხო? და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ ერთ წიგნად გამოვეცა ეს. გავამართლა რა თქმა უნდა ახალ გამოცემა, გავამართლა რა თქმა უნდა, იმიტომ ეს უკვე გავიდა ბაზარზე, რო იტყვიან, არის ერთი ქალბატონი, ნინო სიხარულიძე, რომელიც ესე იგი ყველა გამოცემის სულის ჩამდგმელია, შეიძლება ასე ვთქვა და მაინც ცდილობს მომხმარებლამდე, ანუ მკითხველამდე მიიტანოს ეს შემოქმედება ქალბატონ სოფოსი. აი იქიდან გამომდინარე, ვიცი რომ ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა ამ წიგნის მიმართ. სხვადასხვა ვინც ესწრებოდა ჩემს ადრინდელ წარდგინებებს, ხედულობაში მაქვს 2 თვე წინანდელი პრეზენტაციები, სხვა ავტორების წიგნებზე, რა თქმა უნდა, ხშირად ვამბობდი, რომ არის ასეთი აღმოვაჩინე, ასეთი ემიგრანტი მწერალი, რომელსაც შექმნა ასეთი დიდებული ნაწარმოები მეთქი.
და მე ვინც მიცნობს და მეთანხმება რომ მე არ მიყვარს აი ზედმეტად ავტორზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მე პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა ჩემს გამონათქვამზე, ყველა ჩემს სიტყვაზე. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება გითხრათ, თქვენ წინაშეა ავტორი, რომელიც მართლა გამორჩეულია ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. ეს რომ ასეა, როცა გადახედავ და წაიკითხავ ამ წიგნს, თქვენ თავად დარწმუნდებით და დამეთანხმებით კიდეც. თუმცა ვიდრე წიგნზე გავაგზავნოთ საუბარს, მე მინდა ზოგადი მიმოხილვა გავაკეთო იმისი, თუ რა წინაპირობები უძღოდა ამ წიგნის გამოცემას, როგორც გითხარით, ქალბატონსოფოს გამოცემული აქვს 10 წიგნი. მათ შორის, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, უმრავლესობა არის საბავშვო ლექსები, მოთხრობების ზღაპრები. ესე იგი, ზოგი უმრავლესობა წარმოდგენილი არის ლექსები. აი, განსაკუთრებით გამოვყოფდი კინგი, მე მქვია კინგი, კიდევ ესე იგი სახელმწიფოს მე მახსოვებ. ესე იგი, არის ასეთი ნოსტალგიას პროზაული პოეტური კრებულია, პირველი კრებული, რომელიც ბატონ ბაღალერ არაბულის ხელდასხმით გამოიცა, როგორც ვიცი. მერე არის დედამიწა რაზე დგას, როკი ქართულ გერმანულად და რომელ ენაზეა? ხუთ ენაზე როკი. ესე იგი, და გამონათქვამები კი არა, ამონათქვამები საოცარი აზრებია. კინგი, განსაკუთრებით და შევჩერდე ამაზე, ესე იგი, ისეთი ლაღია, ისე კარგად იკითხებ, ანუ პატარა და მოზარდები კი არა, დიდების სიამოვნები კითხულობენ. გამოცანები ერთი და გამოცანები მეორე ანბანის მიხედვით და როგორც გითხარით, კოსმოსელი მეგობრები. წინაპირობები არსებობდა, რომ მას ასეთი უნიკალური წიგნი დაეწერა. რაც შეეხება ავტორს, ან შედარებით გვიან დაიწყო წერა, როგორც ამბობს თვითონ, გვიან გულისხმობ იმას, რომ ასპარეზზე გამოვიდა გვიან თუ არა, ალბათ ხალხაზური წლებიდან წერდა კიდე წერდა თავისთვის, როგორც ხდება ხოლმე ჩვენს გამოგვისტია ეს ხანდახან გამოჩენებას არ მინდოდა საკუთარი აზრების და ესე იგი წერდა თავისთვის და მე ესე იგი გაბედა და გამოვიდა საჯარო ლიტერატურულ სივრცეში და ცოტა სითამამეც მოემატა და მე წერა და შექმნა 10 ესე იგი წიგნი. აქ წიგნის რაოდენობაზე არ არის საუბარი. საერთოდ მე არასოდეს რაოდენობით არ ვაფასებ. არც დავუშვათ აუდიტორიას, დღეს ახლა ორჯერ მეტი რო იყოს ხალხი, ესე იგი არ იქნებოდა იმის თორფასი. აი ახლა რო არის, აქ მოვიდა ის ადამიანები, ვისაც უყვარს ქალბატონისოფო, ვინცაც უყვარს შემოქმედება, ზოგადად პოეზია და პროზა, ის ადამიანები არიან და ასევე ესე იგი წიგნთან მიმართებაშიც. შეიძლება ორი წიგნის ავტორი იყო, მაგრამ იყო გამორჩეული. და ამ შემთხვევაში მე ხას კი არ უსვამ რაოდენობას და ამის გამო კი არ ამოგავდეს. ესე იგი, რო წაიკითხავთ, რო გადახედავთ, აი თითოეულ წიგნში იგრძნობა მისი შემოქმედებითი ზრდა. ეს არის შემოქმედისთვის მთავარი. ესე იგი, 2009-ში გამოსცა პირველი, ხო? 2009-დან 2025 წლამდე, რომ თანმიმდევრობით დაათვალიერო და წაიკითხოთ ეს წიგნები, ნახავთ, რომ ავტორი საკუთარ თავზე მუშაობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს, როცა ძალიან გამარტივებულია წიგნის გამოცემა, ვისაც არ ეზარება, ყველა შეუძლია გამოსცეს, არსებობს გამომცემლობების სტამბები, არანაირი კონტროლი არ არის, ესე იგი, არანაირი კრიტიკა არ არსებობს, ოფიციალური ლიტერატურული კრიტიკა არ არსებობს, ესე იგი, ეს შეიძლება ძალიან მძიმედ დათქვამია, მაგრამ სინამდვილეში ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს გვყავს კრიტიკოსების და ლიტერატორების მადლობა ჯერ კიდევ გვყავს, მაგრამ როგორც მიმდინარეობა, როგორც ლიტერატურული ფორმა, კრიტიკა არ არსებობს სამწუხაროდ. ესე იგი, ეს რომ იყოს, მაშინ უკვე სხვა ასპარეზი ექნებოდა ესე ნიჭიერ ავტორებს. დღეს უცნაურად გეტყვით, აგერ გამოცდილი პოეტი გვყავს ჩვენ ძალიან აღიარებული პოეტი ბატონი ბაღატელი დავემოწმო, რომ ნიჭიერ ადამიანებს უფრო უჭირთ ასპარეზზე გამოსვლა. და ეს მათი თავმდაბლობის ბრალის არ და მეორე იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრი ავტორი გამოვიდა ასპარეზზე და მკითხველიც ესე იგი დაიბნა, მან არ იცის რომელია ესე იგი კარგი, რომელია ცუდი. და ამის საშუალება საერთოდ როცა ჩვენ გვახსოვს ავაცახსენებელი კომუნისტური ეპოქა, ვაძლევდა კრიტიკა. ესე გამოდიოდა წიგნი, რომელსაც ახლა თავისი ესე იგი რედაქტორის წინასიტყვაობა. და იქ იყო წარმოჩენილი ესე იგი მისი ღირსებები, ლიტერატურული ღირსებები დაუშვა და ნაკლიც. დღეს თუ რამე დაიწერება წიგნზე, ძირითადად იწერება თვითონ ღირსებები წიგნის, ნაკლის საერთოდ უკანა პლანზე არ არის გადაწეული, საერთოდ არ არის. ხო შეიძლება ორი სიტყვით მაინც გაამახვილო ყურადღება და რაღაც მითითება მისცე, რეკომენდაცია მისცე ავტორს. ასეთი რამ არ ხდება სამწუხაროდ.
ამით მისმამიდა რომ დღეს ესე იგი წიგნის გამოცემით კი არ გვიგვირჩვენ რომ აი ასე დავახოვეთ ამდენი წიგნები. არამედ ვამბობ იმას რომ წიგნის გამოცემა მარტივია, თავარია რა გამოდის, რას გამოსცემ. ხო და აი ამ პრიზმიდან თუ შევხედავთ ქალბატონი სოფოს შემოქმედებარი ძალიან ღირებული ქართული მკითხველისთვის, განსაკუთრებით მოზარდი თაობისთვის. დღეს მოგეხსენებათ საბავშვო ლექსები, ზღაპრები, მოთხრობები გამოდის, მაგრამ ხარისხით ვერ დაიტრაბახებს. ძალიან კარგი გამოცემებია ვიზუალურად, ფერადი გამოცემები, ჭკვიალა გარეკანებით, მაგრამ შინით შინაარსი არ არის ის, რომელიც მოზარდთაობას სულიერ საზრდოს მისცემს. აი ქალბატონ სოფოს შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ და თქვენს დამეთანხმებთ, როცა ჩაიხედავთ შემთხვევაში აქ ყველა პირობა დაცულია. ანუ მე ამით მინდა წარმოგიდგინოთ ნიჭიერი ქართველი ავტორი, რომელიც 30 წელია დაშორებულია მშობლიურ საქართველოს, მაგრამ ქართული სულით სუნთქავს. და ეს შედაშორის არა მარტო ქალბატონ სოფოზე ითქვის, არამედ მის ქალიშვილს ნელი ვაჟიშვილს არის რომ ჯერჯერობით სამწუხარო ითქვის რომ ესე იგი ქართული სულს როცა ინარჩუნებ, იქ უკვე ყველაფერი თავის ადგილზეა და მის შემოქმედებაში ჩანს ეს ყველაფერი. ესე გაუწყოებას ვერ ვუძნობ მე ვერც პირად ურთიერთობაში, ვერც მის შემოქმედებაში. მე მინდა მიუღოთ ქალბატონ სოფოს დევანდელი დღე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მის ცხოვრებაში, პირდაპირ შეხვედრა მკითხველთან, საზოგადოებასთან და მინდა შემოქმედებითი წარმატებები უსურვო, იქიდან გამომდინარე რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასაძერე და გასაკეთებელი. მე ესე იგი ყველა ჩემს ავტორს პატივსცემ, გვერდში ვუდგები ხოლმე, ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის გარანტირებული აქვს, მაგრამ გამორჩეული ავტორების მხარს და გამორჩეული ავტორების სიაში მიხარია რომ ქალბატონი სოფოსთან დაემატა და ჩვენ ძალიან ესეთი კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს როგორც გამომცემელს, რედაქტორ გამომცემელს და ავტორს, ესე იგი მართლაც პირდაპირ ვიტყვი რომ გვესმის ერთმანეთის იქიდან გამომდინარე რომ ხანდახან რომ რაღაცა არის ისეთი თუ არ ვეთანხმები, მე რომ ვეუბნები რომ ასე ხო არ აჯობებს და ჩვენ ესე იგი უკვე ვთანხმდებით, ანუ მე მგონია მე როგორც გამომცემელს და რედაქტორს და მე თვითონაც მისი ლიტერატურულ გემოვნებაში ესე იგი ვხედავ ძალიან სერიოზულ მარცვალს. მე მინდა რომ გააგრძელოს ესე იგი შემოქმედებითი საქმიანობა, არ გაჩერდეს საერთოდ ზოგმა იცის მიღწეული დაკმაყოფილება, რაც ძალიან დამაზიანებელია. არ უნდა გაჩერდეს პირიქით, უფრო უკეთეს ველოდები, აი კოსმოსელი მეგობრები კიდევ ახალმა ნაწარმოებმა უნდა შეცვალოს და აი ჩვენ ერთ წლის მერე იქნება თუ 2 წლის მერე უნდა შევიკრიბოთ და უნდა უთხრათ რომ ოჯახურმა პირობა შესრულებულია. გამოდოსობთ გილოცავთ კიდევ ერთხელ, მე ესე მადლობას გეტყვით რომ თქვენ ხართ ასეთი კარგი ესე იგი დამკვეთიარა მეგობარი და პარტნიორი ჩემი, როგორც ესე იგი ავტორი. გულსველად ვამბობ ამას, მე რამდენიმე თითზე ჩამოსაფრენი ადამიანი მყავს ასეთი. ზოგთან მიჭირს ურთიერთობა, მაგრამ როცა უკვე მოვკიდებ ხელს უკან დახევაც არ მიყვარს და რაღაცა და აი ჩავამთავრებ ამ სიტყვის პირდაპირ გაგებთ, მაგრამ თქვენთან მუშაობა არის ძალიან სასიამოვნო. მიხარია კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ. ახლა ესე იგი მე თქვენზე ვილაპარაკე როგორც ავტორზე, რაც შეიძლება თვითონ წიგნს ეს ერთი სიტყვით ამის გადმოცემა შეუძლებელია, წიგნს ახლავს ჩემი ესე როგორც რედაქტორი წინა სიტყვა შეგიძლიათ ნახოთ, ესე თუმცა საბოლოო ინტრიგას მაინც კითხავს უტოვებ ყოველთვის, თუ ყველაფერი თქვი, მაშინ მკითხველს შეიძლება ის საინტერესოდ არც მოეშოროს და არც აიკითხოს, ამიტომ ინტრიგას ყოველთვის კითხავს უტოვებ და შეგიძლიათ ჩემს წინა სიტყვასაც გაესწროთ, ახლა მას არ წავიკითხავ აქ, უბრალოდ ესე იგი ის არის ზუსტად რასაც ხვები. ოღონდ სხვანაირად მოთხრობილი, უფრო დალაგებულად და უფრო ესე იგი რედაქტორის თვალით დანახული. აი საინტერესოა თქვენ როგორ ესე იგი დაიწყეთ სამწერლო საქმიანობა და როგორ ვითარდებოდა პროცესი. მოგესალმებით ყველას. რო გითხრათ რომ მიფიქრია და დამიგეგმია სამწერლო ასპარეზობა ძალიან შორია. ჯერ საერთოდ დავიწყე საშინაო შარჟებით ოჯახში. მე რატომაც მოხდა ისე რომ ახლა არ ვიტყვი და არ გავაგრძელებ, ყველა მიცის წასული ადამიანის და ოჯახის ცხოვრება რამდენად რთულია საზღვარგარეთ. ეს უკვე შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოხდა ისე რომ ჩემი მეუღლე ავად გახდა და მომიწია ნოსტალგიური ლექსების წერა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ქართველი მეგობრები იქ არ მყავდა. მე
ასე გაგრძელდა და აი ჩემო მეგობრებმა, რომელიც ახლა ქალბატონი სუდანი ახლა ბელგიიდან არის ჩამოსული და ყოველთვის ჩემს შეხვედრებს ესწრება. რადგანაც მირჩია, რომ გაიტანა და დაბეჭდეო. დაემთხვა ის პერიოდი, რომ ბატონი ბაღათერი იყო თავის ჯგუფთან, თავიანთი შემოქმედებითი ჯგუფი ჩამოსული შვეიცარიაში და შევხვდით ოჯახში და რომ გაიგო. იქაც მეგობრებმა უთხრეს, რომ ლექსები აქვსო. ნუ ბატონი ბაღათერი შემპირდა, როცა ჩამოხვა, ნახე და დავბეჭდოთ ერთი წიგნიო და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ბატონო ბაღათერი. დიდი მადლობა ამისთვის. ბატონი ბაღათერია რომელმაც ფეხი ამოდგმევიდა და სტიმული მომცა, რომ კიდე დამეწერა. მე დაიბადა ჩემი შვილიშვილი და მთელი ეს ნოსტალგიური ცხოვრება გადაერთო აი ფარდას რო გადახსნი უკვე ვარდისფერ ცხოვრებაში და დაიწყე საბავშვო ლექსების წერა. და მაყოფილიც ვარ ძალიან. გამოვიდა ბევრი ლექსები, მოთხრობები და მოვყვებით ესე რა ვიცი ნელა დასაბეჭდით ბევრი მაქვს კიდევ მზარმასალდაბად გავაგრძელებთ კიდევ მუშაობას. მეც არ ვიცი საიდან მოვიდა ამის იდეა. ვერ გეტყვით აი რაღაცნაირად ჯერ ერთი მე მაინტერესებს ეს თემა. ბევრს ვკითხულობ, ბევრს ვუსმენ, ბევრი ჭორი გამიგია, ბევრი მართალი გამიგია. ერთ პერიოდი იყო თქვენით რამდენი იყო ამ პლანეტებზე და შევეცადე საბავშვოთ და უფრო კეთილი გზით და კეთილი მიმართულებით მეჩვენებინა ბავშვისთვისაც და დიდისთვისაც, რომ კიდე აქვს ადამიანები, რომლებსაც არ უჯერავს და ალბათ დასაჯერებელი არ არის და ბევრს ჯერავს და დასაჯერებელია, ამიტომ ყველას თავის გაგებით გაუმარჯოს და მინდოდა ვისაც ჯეროდა, იმას არ ქონოდა შიშის და ეჭვლის საბაბი. ხო და ასე რა დავიწყე წერა, მეც არ ვიცი. აი არც ფიქრობდი სულ ერთმანეთზე 4 კუთხეში გამოვიდა რაც მოგაწოდეთ ეს და ის პერიოდი კიდევ მქონდა სული რომ გამოგრძელებინა, მაგრამ თუმცა ვიფიქრეთ მე რომ დამთავრდა ეს და გამოვიდა რა ვიცი რაღაცა გამოვიდა. საინტერესოა თქვენი როგორც უკვე გამოცდილი ავტორის დამოკიდებულება ქართული მწერლობის მიმართ. კითხულობ თუ არა ქართულ ლიტერატურას ზოგადად და როგორ უყურებთ. აი თქვენ გყავთ თუ არა მკითხველი, მოგდით თუ არა აი თქვენი შემოქმედება, თქვენ შემოქმედება იცნობს თუ არა ქართული მკითხველი ზოგადად? ნაკლებად თუ ის ვერ ვიტყვი, იცნობენ, მაგრამ ნაკლებად. იმედია რა ვიცი გამიცნობენ. დღევანდელი შეფერასობა და მას იმსახურება ჩვენ ეს საკმაო რეკლამას გავუწევთ. იქიდან გამომდინარე რომ გულწრფელად ვამბობ თქვენ შემოქმედებას უნდა იცნობდეს ქართველი მკითხველი, უბრალოდ ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობა და მე ზოგადად ესე იგი მკითხველი. ნუ აქედან გამომდინარე ჩვენ გვექნება კიდე შეხვედრის საშუალება, როგორც თქვენ თქვით, გამზადებული კიდევ გაქვთ ეს იქნება ერთი წლის შემდეგ, ორი წლის შემდეგ კიდევ შევხვდებით ამ დარბაზში ან სხვა დარბაზში. ყოველ შემთხვევაში მე მინდა მანამდე თქვენი შემოქმედება უფრო ახლო იყოს ესე იგი ქართული მკითხველთან. აი დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი სწორედ ეს არის თქვენი გაგიცნოთ ქართველმა მკითხველმა. აქ არის ნაწილი წარმოდგენილი, თუმცა ვიცით რომ ვინც დღეს გაყოფილი წავა აქედან მეორეს ეტყვის, მეორე მესამეს და ასე შემდეგ და ამასობაში თქვენ ქართველი მკითხველი, ჭეშმარიტი მკითხველი გაგიჩნდებათ. სიტყვა ჭეშმარიტი მკითხველი თქვი და გეტყვით რომ დღეს არა მარტო ჭეშმარიტი ავტორების ნაკლებობა, არამედ მკითხველის ნაკლებობაც არის. და ამას ხელს უწყობს ის გარემო პირობები, გარემო პირობებში გვიხდება ცხოვრება, გვიწყობს ხელს ისიც, რომ პასუხისმგებელი ლიტერატურის განვითარებაზე არ არის ადრეს შორის სახელმწიფო იყო კომუნისტურ პერიოდში და ჩვენ გვახსოვს რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული წიგნის გამოცემა. შეიძლება იქ ცოტა გადაჭარბებული სირთულეები იყო, მაგრამ დღეს როცა ყველაფერს უფლებაა, ჩვენ მივიღეთ ესე იგი ძალიან ну როგორ გითხრათ, უბერული ლიტერატურა, თუმცა მადლობა ღმერთს არიან ნიჭიერი ავტორებიც, კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, მათ აი ყველაზე მეტად თუ იმ ეჭირდება დღეს წარმოჩენა, ეს არის ნიჭიერი ავტორები, იმიტომ რომ ისინი თავდაბლობენ ზედმეტად. არა, თავდაბლობა ამ შემთხვევაში დამაზიანებელია.
აი კითხველს რაც შეეხება კითხველს თუ არ მიაწვდი სულიერ საგზარს კითხველს თუ არ მიაწვდი ღირებულ ლიტერატურას მას ვერ ჩამოუყალიბდება აი სულიერი ღირებულებები უკვე ქვეითდება ადამიანის და აქედან გამომდინარე მე ესე იგი წიგნის სარკელ ტოლმაც ესე იგი ნელდება და ჩემი დაკვირვებით შესაძლოა შემიძლია თქვა ეს დაბეჭდებით რომ ჩემი დაკვირვებით ესე იგი კითხველის რაოდენობა დღითიდღე მცირდება მეორეც მე როგორც პროფესიონალი გამომცემელი რომელიც ამ საქმიანობას თითქმის 30 წელზე მეტია ემსახურები გეტყვით პირდაპირ რა უწყობს ხელს ამას ხელს უწყობს ისიც რომ ძალიან მცირე ტირაჟით გამოდის წიგნები თქვენ წარმოიდგინეთ თუ კომუნისტების დროს მინიმალური ტირაჟი თუ 5000 ეგზემპლარი მინიმალური ტირაჟზე ვამბობ საშუალო 10 სიგდებოდა და 50000 იყო ხო დაუშვათ დღეს 100 ცალით სიდეჭდება აი რამდენს გამოსცემ როცა ავტორი მოდის ჩემთან მეუბნება 100 ცალი მაინც არ გაიყიდება ვიცი და დაურიგებ ჩემს ნახლებებს 100 150 200 300 ტირაჟი აი ჩემს მაგალითზე გეტყვით ჩემს პრაქტიკაში როგორ ხდება 300 ტირაჟი მიმაჩნია რომ რაღაცას წარმოადგენს 500 ტირაჟი საშუალო ტირაჟია დღეს და 1000 ტირაჟი უკვე ტირაჟია აი რო იცოდე მარტო ჩემთან არ ხდება ეს სხვა გამომცემლობები სხვა სტამბების ანალოგიურად ესე იგი 100 200 300 500 ტირაჟი უკვე ნიშნავს რომ საშუალო ტირაჟზე მეტია აი ეს არის ზუსტად ის რომ კონტროლი არ არსებობს კრიტიკა არ არსებობს კონტროლი არ არსებობს ესე იგი არავინ არ აკონტროლებს და ყველას გონია თავი მწერალია ყველას გონია თავი პოეტია 6 წლის წინ გამოვიდა ასეთი სტატისტიკა სოციალურ ქსელში 22000 პოეტი დაითვალეს სოციალურ ქსელში ახლა დარწმუნებული ვარ 10000 მეტი იქნება 6 წლის შემდეგ ძალიან ბევრმა გამოყო თავი და წარმოგვიდგა როგორც ესე იგი ჩამოყალიბებული მწერალი და მე კი არ ვაკნინებ ვინმეს ესე იგი პიროვნულად არამედ მე ვამბობ იმ პრობლემაზე რომელიც ხვალზე უფრო მწვავედ იჩენს თავს ქართული ლიტერატურა ძალიან მდიდარი ქართული ლიტერატურა და მე-20 საუკუნე საერთოდ ესე გამორჩეული იყო ამით დიდი ქართული ლიტერატურა ესე არ უნდა შეივსოს ჩვენ მიღწეული და არ უნდა დაკმაყოფილდეთ რაც გვაქვს იმით არ უნდა დაკმაყოფილდეთ და შევსება არის ძალიან წირი მე ვგულისხმობ დონეს ლიტერატურულ დონეს თუ არა ბევრი გამოდის გაგიხარია ძალიან ბევრი აი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩვენ ISBN არის ასეთი საერთაშორისო კოდი და როცა წარმატებენ და წიგნები რომ მიგვაქვს უკან ერთი ორჯერ მქონდა ასეთი რომ დახვავებულია ავტორები ესე იგი სადღაც ერთი 50 ავტორი ნახე უცებ ერთ მისვლაზე აი ესე იგი გასაგებია ყველა მწეროს წერას ვერავის ვერ დაუშვი მაგრამ უნდა მიიღოს კრიტიკას და დღევანდელ შემოქმედებს ასე ვთქვათ მწერალ პოეტებს კრიტიკა არ უყვართ აი ლიტერატურული კრიტიკა საუბარი იმაზე კი არა რომ ვიღაცა შეგნებულა დაკრიტიკებდა რაღაცა ზააბრალებ კრიტიკა არ უყვართ თუ კრიტიკა თავის კუთვნილის დაიკავებს თუ სახელმწიფო პირდაპირ ვამბობ სახელმწიფო ყველაფრისგან გაიქცა დღეს არ ვარ დამწერლობისგან თუ სახელმწიფო ამაზე არ იზრუნებს რამე კომპეტენტური ორგანიზაცია არ იარსებებს რომელიც პასუხისმგებელი იქნება ხარისხზე მაგრამ ჩვენ ესე სულ უკან და უკან წავართ მე ბევრისგან განსხვავებით არ ვეთანხმები იმ აზრს რომ დრო ყველაფერს გადააფასებს ვერ გადააფასებს და რატომ იმიტომ რომ დღეს არ ვაფასებთ და ხვალზე ჩვენი ახალგაზრდობა არ იქნება ესეთი მომთხოვნი როგორც მადლობა ჯერ კიდევ ვართ ეს ზოგადად და ახლა რაც შეეხება ესე იგი კალბატონა რუსულებმა ბრძანა რომ პირველი წიგნის ხელდასხმა მოხდა ბატონ ბაგათერ არაბულის თაოსნობით ბატონ ბაგათერი დაგვესწრება დღეს და ძალიან თხოვ შეაფასოს ის პირველი ნაბიჯები კალბატონ სოფოსი მოგესალმებით თვითფასო მეგობრებო პირველ რიგში და მოგილოცოთ აღდგომის დღესასწაული უფალი ფარავდეთ და აღდგომის მადლი და ზალა შეგეციოთ ყველას პირველ რიგში ჩვენ სოფოს მის ოჯახს, მის გვარს, მის შემოქმედებას, რადგანაც მისი დღეა დღეს და ეს დღეც მინდა მიულოცოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი მისი ზემის მონაწილეები ვართ ფაქტობრივად. დღეს სოფოს დღეა პიროვნება, რომელიც ჩემთვის არის ძვირფასი პიროვნება და ბატონმა ზაურმა მართლაც კარგად აღნიშნა, რომ ის არის პროფესიონალი და მიამაყება, რომ ეს არის ჩემი აღმოჩენა. მე აღმოაჩინე ვარსებობს
კლაენტებს აღმოჩენები, ასევე მწერლების აღმოჩენები, ნიჭიერების, უნიჭოების ნიჭიერი და შესანიშნავი პიროვნება აღმოაჩინე. შვეიცარიაში ვიყავით მიწვეული საელჩოს მიერ, საქართველოს საელჩოს მიერ შვეიცარიაში და სანფისტონოს მიერ და ლელა თათარაიზის მომღერალი მე როგორც პოეტი შეხვდრებოდა ჩვენი ელჩი ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენლები და აი ეგ გავიცანი კაბატონის სოფო და რომ ითხრა ლექსებს მეწერო მაინც და მაინც რადგან მასპინძელი იყო და გადაყოლილი იყო ჩვენზე და ყველგან დავყვებოდა და პატივისცემაში ვიყავი ძალიან დიდ პატივისცემაში და მე მითხრა ჩუმად რომ ლექსებს მეწერო ხო ვიფიქრე თუ არ მოარგა ლექსები როგორ მოიქცე და რა უთხრა ამას იგი როგორ ეს დაფასება როგორ საკუნა როგორ აღნიშნა მეთქი და წამაკითხა ლექსები და ხონებული დავრჩი იმიტომ რომ პროფესიულ დონეზე ჩამოყალიბებული ლექსებს თავისი რიტმი განწყობილება ესთეტიკა და ასე რაღაცები არსებობს და ეს ყველაფერი კონდა გაკეთებული კარგი რა თქმა უნდა ყველაფერი არ იყო კარგად მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო დასაწყისი იმისა რომ მასთან მუშაობა შეიძლებოდა და ეს არის 2000 წლების შემდეგი პერიოდია 13 წელი საქართველოში ამყოფილა 13 წლის წინ წასული იყო ბავშვები ყავდა რუსიკო და დათოქვია ამის ვის ორი ბავშვი იქ კონსტანტინე გამსახურდიას ზვიად გამსახურდიას შვილის კონსტანტინე გამსახურდიას მეუღლე და სოფო გამსახურებოდა მანქანით და თელციური ხიდა თელიეს საქართველოს წარმომადგენლები იცოდნენ შვეიცარიაში ყველაფერი ნახეთ მაღალ დონეზე და ფანტასტიკური გარემო იყო სხვა შორის და მისაც მადლობა აქედან კიდევ პატივისცემისთვის ყველაფრისთვის და მე სოფომ განაცხადა რომ უნდა წიგნის გამოცემა და ჩემ გამოცემაში ჩვენ ვიმუშავეთ და პირველი წიგნი ნოსტალგია გამოვეცით ეს ასახავდა ზაურმაც ახსენდა აღნიშნავდა ზაურმა რომ ადამიანი 13 წელი როდესაც წასული არის უცხოეთში მას ყველაფერი ენატრება და ოჯახი ყავს თავის დავაცხადია მეორე ნაკეთ ყავდა თვითონ შვილებთან იყო ბავშვები პატარები იყვნენ და საქართველოს მონატრება ეს ყველაფერი ნოსტალგია თავის დავაცხადია და ყველაფერი ამას განცდები და დაждდა ერთხელაც და იფიქრე რომ როგორ გადმოეცა ეს ყველაფერი და თავისი ამ გადმოცემა ამ სერვის და ყველაფრის გადმოცემა მოახერხა აი შესანიშნავ წიგნში რომელსაც რომელიც არის ლექსები აქ წარმოდგენილი და მე მან გამოსა კიდევ საბავშვო ლექსები სხვა შორის საბავშვო პოეზია არის ძალიან რთული დასაწევი და ზაური ზამეთახმო რომ ის წიგნები რომელიც მან გამოსა არის ძალიან უშუალო ძალიან საბავშვო მართლაც ბავშვის ენაზე დაწერილი დღეს როგორ აური თორქიდა გავიმეორებ არა ერთი სწორი საკითხი დააყენა რომ ყველაფერი გამოდის დღეს არასდროს არავითარი ცენზორი არავითარი ლიტერატორი არავითარი წამკითხველი მიიტან გამომცემლობაში გამოცემლას თავისი რედაქტორი არ აქვს ჩვენ მიიტან და დადევდავს იმას ძალიან ამას ხდები ჩასვამს მოგცემ შეიძლება წერტილიც ამ ძიმეც არ ქონდეს დასმული და შეიძლება წაკითხულიც არ იყოს და ესე ჩიგრაცელია იგინებია რაშვებია ქვეყანას აქცევენ თუ რა ხდება არავინ არ კითხულობს ამ რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდი მაგრამ ლიტერატურასა ყველაფერს ჭირდება თავისი ერთგვარი შეფასებელი და დამფასებელი ეს გამომცემლასაც უნდა მქონდეს თავისი რაღაც შტატი ამისი რომ იქ რამე სისული არ დაბეჭდოს და თავი არ მოჭრას წერილობას და ქართულ პოეზიას და არ მარტო პოეზიას და დღეს მარტო ბევრი სულელი წიგნი გამოდის და აი ამ ნაკადში ამ ყველაფერში სოფოს წიგნები რომელსაც გადავარდა თვალი იგივე თქვა ბოლო წიგნი რომელსაც ავიღაც ილაპარაკა ეს კოსმოსელი მეგობრები საოცარი წიგნი რომელსაც ფანტაზიის საოცარი წყარო რომელიც ჩვენ ფიქრობთ იქით ჩვენს გარეშე ყوارსავთ სამყაროები არსებობს დიდი სივრცე დიდი ზოგადად აღმოსაჩენია ხო აი ყველაფერი ამაზე ამასაც ხომ უნდა საოცარი ნიჭი უნდა და საოცარი ფანტაზია უნდა რომ ყველაფერი თან ეს სამტომში და ჩატიულო ეს ყველაფერი ხო გამოცემულია ორი ტომი ხო ზაუ სამი წიგნი იყო ცალკე გამოდეს დავაერთე სამი ტრილოგია სამი აი ეს მშვენიერი წიგნი სოფოსელი მეგობრები ხო ისე მე ძალიან დამაინტერესებული რომ ჩვენ აქ როცა ესე ყველაფერი ეს რამე როგორ მოხდეს რაღაცა მოხდეს ზამერიკეთ მილიონერები და ისინი უკვე მიწებს ყიდულობენ კოსმოსში მარსზე და იქ რა ქვია თვარეს და სადღაც აქედა გაქცევას აპირებენ და ჩვენს რო დავქვიეს ხონდა ყავდეს რაღაც მეგობრები და აგერ მეგობრები გაიცანენ მეგობრებო არის საუბარია ამაზე საუბარია მოკლედ სოფო ძვირფასო მე მინდა ხელანდელი დღე მოგილოცო
შენი დღეა და ყოველთვის არის ჩვენთვის ზეიმი, ჩემს გოგოს მინდა მიულოცო მუსიკოს საკუთარ ჩამოვიდა სპეციალურად მიხარია რომ ესე იგი სამშობლო ენატრება და ხშირად ჩამოდის, მასაც მინდა ვაწუხებდეს ნოსტალგია, თავის სამშობლოს ნოსტალგია და დათოსს მინდა აწუხებდეს შენ ძმას ნოსტალგია, იმიტომ რომ თქვენი სამშობლო ეს არის. თქვენი წინაპრების სამშობლო ეს არის, წინაპრების სამშობლოც ეს არის. ამიტომ ესე იგი თქვენი სისხლის გეზაფით, თქვენი წინაპრების სახელის გეზაფით, მათი ზულები და მათი საფლავები გეზაფით. ამიტომ ესე იგი თქვენ დედიკოს დაიწყებოდა ჩამოდიხარ, ეს არის ბედნიერება თქვენი გვარის, თქვენი ჯიშის და ჩვენი ქართველების, ჩვენი შვილები დასაკარგი არ აქვს. საქართველოს შევინ მოგცა შვილი დასაკარგავი. ამბობს ჯანსუღ ჩარკვიანი ერთხელ ისლებში და მეც იმეორებ ამ სიტყვებს ხშირად. მოკლედ ჩემო სულო ძვირფასო გილოსო დღევანდელ დღეს შენი 10 წიგნით უკვე შენ დიდარი ქალბატონი ბრძანდები, შენი სიმდიდრით, შენი ოჯახით, შენი შვილებით, შვილიშვილებით, შენი ახლობლებით, შენი რძალი ესრება გერაკ, მათი საერთოდ ახლობლებიც და ყველაფერი დიდარი ხარ და ეს შენი სულიერება, შენ შვილები ცოცხალი გენეტიკური მემკვიდრეობას ტოვებ, მაგრამ სულიერ მემკვიდრეობას დატოვებ მომავალში და ტოვებ დღეს ამ შენი წიგნებით. ასე რომ წიგნებით შენი მემკვიდრეებია, წიგნებით შენი შვილებია. დაგილოცავ აი ამ შვილებს წიგნების სახით და შვილებს რომელიც აქ არის და შვილი რომელიც შვეიცარიაშია და შვილიშვილებს და ყველას. დაგილოცავ ჩემო ძვირფასებო კიდევ ერთხელ ღმერთი იყოს თქვენი ფარველი და მე მინდა აი ამ წიგნიდან რომელიც მაშინდე გამოვეცი 2009 წელს გამოცემა ლომისის დირექტორის და აი მაშინ დავეჭეთ ეს წიგნი თან გავხსენით ჩვენ სწორედ იმ ლექსით სათაურაც დავარქვით წიგნს ნოსტალგია. ნახოთ რა არის ნოსტალგია. ნოსტალგია გაზაფხულმა ვერ გაგათმო თუკი აგატირა დურშთვალება ია თუკი შემთვის არ ვინათევს ღამეს სიყვარულის ნოსტალგია ქვია როცა გული ორჩოფობს და ღელავს გაურკვევლს გზავერ გაგიგნია საიდუმლო თუ ვერ ანდე ვერვის მეგობრების ნოსტალგია ქვია თუკი დარდი ოცნება და ფიქრი ცხრამთა სიქით წაუღია ნიავს თუკი თვალის ნაცვლად ხედავს გული ღვიძლი დაძმის ნოსტალგია ქვია თუკი ეძებ სითბოსა და ნუგერს მოლოდინი გული გიწყებს ფრიაც თუ ცხელები არ შეგიშო არი ამას დედის ნოსტალგია ქვია. დავუმატოს სოფოპერაში და მის შემოქმედებას. კალათოსო ბევრს გზაურობს როგორც ვიცი და შექმნილი აქვს გარკვეული მატიანი. თვითონ მოგვითხრობს ახლა რა როგორ და თან გვაჩვენებთ სლაიდებს. ჩვენ გვინდოდა ჩვენი მეგობრებს გვინდოდა ჩვენი ძველი შეგვეტანა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრები, ქართველი საჭისტომოში ცხოვრები ბავშვებისთვის და გადავწყვეტეთ აი აქ მესტრებიან ქალბატონი რუსუდანი და მისი ქალიშვილი ხატია და კიდევ ყავს ორი შვეიცარიაში, რომლებიც მუდამ თან დამყვებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. წინასწარ სათვისტომოები აწვოვდნენ საღამოებს ბავშვებთან შეხვედრას და ესენი მეხმარებოდნენ ეს ჩემოდნები დატვირთული წიგნები ჯერაკებენ ჩაქონდა და მე სხვადასხვა ქვეყანაში და იქაურ ქართველ ბავშვებს ვჩუქნით და აი ეს სლაიდები სწორედ იმას ეხება. ვიყავით საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, აქ ყველა ქვეყანა წარმოდგენილი არ არის, მე კორონამ შეგვიშალა ხელი და ეხლა ეს ჩვენი გოგოები, ჩემი შვილი და აგერხატია ძალიან ინტენსიურად მოითხოვენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. ალბათ გავაგრძელებთ. და სხვადასხვა ქვეყანაში ზოგან ორჯერ ვიყავით, ზოგან ერთხელ, ზოგან კიდევ ვაპირებთ რასაკვირველია წასვლას და ამაზე მეტი ბედნიერება მართლა ალბათ არაფერი არ არის. როცა საღამო დამთავრდება და ბავშვები შემოგეხვევიან და მეც და ყველა წიგნებს რო ურიგებ და გახარებული რო არიან და მე
როგვწერდნენ, რომ ბავშვმა ქართულად დათვლა დაიწყო, ბავშვმა იკითხა ქართულად ეს რა არის და მშობლები როგვწერდნენ, ჩვენი სიხარული კიდე ეს იყო. აი, ასე მიდის ჩვენი ცხოვრება. და მადლობა ჩემს მეგობრებს და მათ შვილებს და ჩემი ქალიშვილი და ხადია ხელმძღვანელობენ ამას, რომ დავდივართ და მადლობა ყველაფერი ამისთვის. ეხლა სლაიდები გვაქვს, რომლებიც გვაქვს, იმათ გაჩვენებთ, რამდენ ქვეყანაში ვიყავით, რა შეხვედრები გქონდა. ქალბატონ სოფრონმა რამდენჯერმე ახსენა ქალბატონი რუსუდანი და ხატია ორივე დღევანდელი საღამოს საპატიო სტუმრები არიან. ამის ეხლა რომელი გამოვა პირველად, რომელი დაუთმობს რიგს ერთმანეთს? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგხატეთ, რომ მე წავიკითხავ. ესე მირჩევნია, იმიტომ რომ უფრო სრულყოფილად გადმოგცეთ ქართულად ის მოკლე სიტყვარის თქმაც მინდა. მოკლედ, როგორც მოგახსენებთ, მე მქვია ხატია, ამჟამად ვცხოვრობ და მუშაობ ლუქსემბურგში და საქართველოს ჩემო ოჯახმა და მე, რა თქმა უნდა, დავტოვეთ თითქმის 30 წელიწადია, 17-18 წელს. დღეს მე თქვენს წინაშე არა მხოლოდ როგორც ემიგრანტი, არამედ როგორც ქართველი მამულიშვილი წავდგები. ის ვისი გულით კვლავ სცემს ქართული თების, მდინარეების და მშობლიური სიმღერების რიტმზე.
ხშირად ამბობენ, როდესაც კარგავ რაღაცას, მის ფასს მე რეგებს ადამიანიო. ჩვენ სამშობლო არ დაგვიკარგავს, მაგრამ მის გარეშე ცხოვრება და შორის ყოფნა არც ისე ადვილი ყოფილა. რაც მთავარია, უფრო გამძაფრებულად გვგრძნობთ ყველაფერს ქართულს. საქართველოს სიყვარული და მისი მონატრება უცხოეთში დამკვიდრებულ ქართველებს განსაკუთრებით დაგვდევს დარდად. თან დავატარებთ მშობლიურ მოგონებებს. სოფლის თონეში გამომცხვარი შოთის პურის სუნი, ბავშვების ეზოში ჟრიამულის ხმა, თბილი და კეთილი ბაბოს და პაპას. მე კახელი ვარ ნახევრად და ჩვენთან ბაბო და პაპა არიან. თვალები და ყველა სხვა თბილი მოგონება ხურჯინში გაგვიხვევია თითქოს და თან დაგვაქვს მუდამ მხარზე აკიდებული. სოფოდეიდას ლექსებშიც მრავალჯერ ამოიკითხება ეს ემოციები და ნოსტალგია. საქართველოზე დარდი და ზრუნვა მის გულსაც არასვენებს. მე წაგიკითხავთ მისი კრებულიდან ერთ-ერთ ლექსს, რომელიც მიყვარს. ცოტა პატარობაში უფრო სეპირადოც ვიცოდი, მაგრამ მოკლედ ახლა უნდა წაგიკითხოთ. ბებერო მუხა, ეს ლექსი და ყველა სხვა რაც აქ წაიკითხეს და წაიკითხავენ უკვე უკეთესად გადმოსცემს იმას, რაც მე სადა ესე მოკლედ თქვენთვის მეთქვა. ბებერო მუხა. რამდენჯერც უნდა მოგესიოს კოღო და მუმლი. შავმა ყორანმა შემოგჩხავოს ამაზრზენ ხმაზე, რამდენჯერც სეტყვამ დაგიჩეხოს საჯიშე ყლორტი, ელვამ და გრგვინვამ დაგატეხოს ქარცეცხლი თავზე, რამდენჯერც უნდა მოგითხაროს ფესვები წყალმა, გეჭიდოს ქარი სურდეს შენი დაცემა მხარზე, რამდენჯერც ცადოს მეხმა შენი გახლეჯ გაყოფა, ვერ წაგაქცევე ძლიერი და დიდი ხარ მათზე, ღვთისნებით გეხარ, იგერიებ ავსაც და შავსაც, თუმც ერთ ფოთოლსაც მწარედ გლოვობ გმინავ და წუხარ, უძლებდი, უძლებ, კვლავ გაუძლებ საუკუნეებს, დიდება შენსა მოთმინებასა ბებერო მუხავ. კიდევ მინდა დავამატო პატარა მილოცა, ულოცავ სოფოდეც, მე ვიცი რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე მისთვის და ზოგადად მისი შემოქმედება ძალიან ძვირფასია. ჩვენთვის იქ მყოფი ემიგრანტებისთვის, იქ გაზრდილი მეორე და მესამე თაობა ქართველი პატარებისთვის და ჩვენც რა ვიცი, სადამდეც შევძლებთ, ყოველთვის გვერდში ვიქნებით. დიდი მადლობა თქვენ ყველას. ამჯერად ვიწვევთ საკალბატონე ხატიას დედიკოს, ქალბატონ ბუსუდან მიქიას. მოგესალმებით, დიდის მონატრებით. აი ესეთ პუბლიკას ნამდვილად ნატურლობდი დიდი ხანია და სოფო მრავალგზის ემიგრანტებთან შეხვედრებით, რა ვიცი, მასი არა ამასიამოვნებას და მოგესალმებით ტელევიზორით და გულით. სოფოს მეგობარი. დიახ, დიდი ხანია მე და სოფო მეგობრები ვართ, ჯერ კიდევ აქ წყვეთში წასვლამდე ვიყავით მეზობლები, ერთად ვზრდიდით პატარებს, კალიასკით რო გამყავდა გარეთ და ასე შემდეგ და ისეთ დროს დავტოვეთ საქართველო. აი, არ შემიძლია ამას ხაზი არ გაუსვა, იცით რატომ? არ არის დღესაც და მაშინაც ერთდაირი ემიგრანტული დასაწყისი და ასე ვთქვათ ემიგრანტის ცხოვრება. ისეთ დროს წავედით, როცა საქართველო რუკაზე არ იყო. საქართველო SSRK-ს შემადგენლობაში იყო. მე მქონდა ასეთი პატარა ეპიზოდი, გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობდა. გეოგრაფიის მასწავლებელმა საქართველო არ იცოდა. განცვიფრებული ვიყავი და მოვახერხე ხა გერმანული მასწავლი მქონდა ხა ძალიან კარგად არ ვიცოდი, მაგრამ იმდენი მოვახერხე რომ ის საკულტური უთხარი. გეოგრაფიის მასწავლებელმა უძველესი ქვეყანა არ იცით თქო და ისიც საბჭოთა კავშირი ხართო კომუნისტური ქვეყანა. ეხლა რატო უსმევ ხაზს ამას? არ იყო განწყობა კარგი, იცით? არც დღეს არ არის ახლა დაალაგებული განწყობა. SSRK-ს მაინც არ მოსწონს არავის, მაგრამ ეს სხვა თემაა. მაგრამ იცით რატო ახსენებ ამას?
ესეც მოქმედებს ადამიანზე, რა თქმა უნდა, შენი დამკვიდრებისთვის. სოფოს ცხოვრება, ემიგრანტული ცხოვრება არ იყო იავადებით მოფერილი. ეს ყველაფერი სოფომ მერე სოფო არის ესეთი პიროვნება, რომელსაც ძალიან სიღრმისეულად ახასიათებს დინჯი ფიქრის უნარი. აქვს ამ ადამიანს, არც ყველას არ გვაქვს ეს ნამდვილად არის ხიბლი. პირადად ჩემთვის მაგალითად ამისი სინთეზი, ამისი სულ დაბალი ადამიანი არასოდეს არ ამბობს, აი მე ეს გავაკეთე და ეს განცდები, თავდაპირველი განცდები მაგაში ილექებოდნენ და მე სოფომ ეს ყველაფერი იცით მარგარიტებად შეაკოწიცა. ისეთი კარგი ის გააკეთა ამ შეკოწიწებული სიმამაზე, რომ სულ ყველა სიამოვნებას გულის დღესაც მეგობრებს გულისხმობ, ხა მე მკითხავს და ზოგადად ფართე საზოგადოებას ნამდვილად ვერ იმას ვიწყანდი ალბათ, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ძალიან ძვირფასი საგანძური სოფო თვითონ პიროვნება. არა მხოლოდ შემოქმედება, პიროვნული თვისებები. აი ეს არის მე რომ ხაზინი და გაუსვა. იცით, რამე თუ ყველა ადამიანს გვამშვენებს ჩვენი ღირსება. თუ როგორ ცხოვრობთ, რა არის ჩვენი ხედველობა გინდათ და ეს უცხოეთში უფრო გამოიხატება, იცით. იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველაფერი აბსოლუტურად როგორ უნდა მივეწებოთ იმ ადგილს, იმასთან განსხვავებით, ვიდრე თქვათ სამშობლო დავტოვეთ ის მონატრება, ეს უკვე გადადის სხვა იმეებში, ავადმყოფობაში გადადის ეს ნოსტალგია, დამიჯერეთ ესია და ეს მშობლიურ მიწას მოწყვეტა, დაწესებულს მოწყვეტა, დედას და მამას და მშობელ ხალხს მოწყვეტა. ამან ისე ლამაზად გადმოგვცა, ისეთი ლამაზად დაწერა დედაზე ლექსები, ისეთი ბრწყინვალე დედაშვილური იდეა ამაღლა იმ დონეზე, რომ ცრემლებით ვტიროდით და ვიწერდი და ბავშვებს ვკითხავდი სოფოს ლექსებს. და ეხლა იცით რატო უსმევ ამას ხაზს, მე ისე მოხდა, რომ მე დავტოვე შვეიცარიას, სხვა ქვეყანაში მომიწია გადასვლა და მამცნობს სოფო, რომ აუცილებლად უნდა თქვა, როცა ამას ვკითხულობ, სულ ვედავებოდი, ესე როგორ დავტოვდეს და როგორღაც და მივაწვდით საზოგადოებას ქართული კითხველი გვინდა და დავბეჭდოთ და რაღაცა იდეებს, სტიმულს ვაძლევდი. რა თქმა უნდა, ახლა ისეთი ადვილი არის კავშირი ურთიერთობები, რომ დაგვენიკა საქართველოში, რა ვიცი, თვეში ერთხელ ვეკავდით და ვეძებდით, საიდან შეიძლებოდა და არ იყო მაშინ ეს დღევანდელი კავშირი ურთიერთობები 30 წლის წინ წარმოიდგინეთ, ახლა როგორ იქნებოდა და მე მამცნობს, რომ ბაღათურ არაბულიო იყო ასეთი პიროვნებაო, ესეთი გამოჩენილიო, ესეო და ამან ჩემი ლექსები მოიწონა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბაღათურ, თუნდაც იმისთვის, რომ ყურადღება მიაქციეთ და წერან ზუსტად თქვით, აი ზუსტად იცით რატო გულში ჩამწდომა შეიძლება პროფესიონალის თვალით შეიძლება სხვანაირი შეხედულება შეიძლება გქონდეს ადამიანს. უშუალო ლექსებია, სანდომიანი ლექსებია ეს ნოსტალგია. აუცილებლად აი მე ვისურვებდი, რომ გაიცნოთ აი თუნდაც სამყოფის საზოგადოება იმდენად უშუალო, იმდენად აი ხო აი იცით რა არის თქმა უნდა, სუფთა სიყვარული, სუფთა სამშობლოს მონატრება, ხოლმე რა ამაზე ლაპარაკი ზედმეტია დედაშვილობაზე. აი ეს აუცილებლად ხაზგასასმელია ჩემი მხრიდან. მე მეგობრის თვალით დანახული, ხო იცით, პოზიტიური იქნება ალბათ და რაღაცა და იცით რა არის ბატონმა გამომცემელმა წერა თქვა, რომ ცენზურა არ ახლავსო და სხვათა შორის ეს არ არის ჩვენი ბრალი, არ არის მე არის თქმა მინდა თქვენ საყურადღებოდ არ დაგწყდეთ ამაზე გული. აბა გადახედეთ სხვას, სხვები რას წერენ. სხვა ქვეყნები ახლა ენებს აუფლებდა, ასე თუ ისე რაღაცა შეთეთრა ხომ, რაღაცას ვკითხულობ ხომაც და
არის მარტო ჩვენთან იკამბავი და ალბათ უნდა შევეძლოთ ჩვენი თავისთვის ცოტა რთულია. ჩვენი თავისთვის ცოტა რთული არის ესე. ჩვენ სვანაირად გაზრდილები ვართ, უფრო რაღაც სწორხაზნები ვართ. მაგრამ აი ის რომ თქვა ვიღაცას რაც კი მოეპრიამებოდა ის დაწეროს ნებავდა იგინებოდა. აი ამასთან უკვე გამოცემებმა ცოტა რაღაცა როგორ ალბათ ეს ძალიან მომწონდა. მოკლედ არ შეგაწყვეტ თავს ძალიან დიდი მადლობა რომ მისმენთ. ერთი ლექსია ორი თუ არ მიწევთ რომელიც მე უფრო ყველა ლექსი არის ძალიან ისეთი რომ თქვენ ახლოს მისატანი მაგრამ მე მაინც სოფოს ხასიათები როგორიც არის აი ეს აქ მასაც დაწერილი რამოდენიმე განხასგასმოდა მე მინდა ახლა ეს წარმოგიდგინოთ თუ რაღაც არის ასეთი ლექსი ერთი პაცია ყვავილი ვარ ერთი პაცია ყვავილი ვარ გაზაფხულისა მოუწყვეტ და ჩუმად შეფარო დიდი ხის ჭრილში თვალის მომჭრელი შუქის გვერდით შეფარებული შეუმჩნეველი სამთელი ვარ ჟუტავი შიშით პატარა სუსტი მორაკრაკე ნაკადული ვარ უძლიერესი მობილი წორვილის მკვლელი ცელქისიო ვარ გამფანტველი ტანჯველი ფიქრის წამზული დროის ვარ მქანცველი დღეების მთლელი კარის წინ ფართოდ დაგებული ფეხსაწმენდი ვარ ბობოქარის ზღვის აზვირთებულ ტალღის ვარ წვეთი ბუხაში ცეცხლის საგიზგიზოდ ხმელი შეშავარ ყიდვაში გარეთ დარჩენილი ჩიტი ვარ ერთი ხიშიც ვარ დარდიც წამალიც ვარ წვეთიც ვარ შხამის სიმღერაც ლექსიც ისიც რაც ვერ გაუბედე ვერ თქვი ვინძო თქვენ რაც გსურთ იმად მიცნოთ გამელოთ კარი ლაბირინთებში ჩაძირული ქალი ვარ ერთი აი ეს ძალიან რაღაცნაირად საგულისხმოა იმიტომ რომ ცოტა ეხება მეც მეერად დაბადებას უგულო კრუხი არ მიიკარებს ჩაუნის კარტებს ხვის ობოლ წიწილს არც გაიყოლებს არც შეიბუდებს ყურს არათხოვებს საბრალოს წინწილს ამ კიდევ ანჩხლიდები ნაცვალი ავალ შულს გერად არ დაიდარდებს შულს ფიანდაზებს დაუგებს გზებზე გერს ბეწვის ხიდზე გადაატარებს თლად უცხოელიც ვერ გალაღდება უცხო ქვეყანას ჩასახლებული უზღვაო ღირსებით ვერავინ ამჩნევს ნაკლზე ყველა ჰყავს ჩასაფრები ქალბატონ რუსუდან ბრძანა რომ აი გამომცემლობებმა უნდა იყოს ეს ერთი მაგრამ დავითვალისწინოთ რომ გამომცემლობა არის კერძო დაწესებულება და აქედან გამომდინარე ის დაინტერესებულია ყოველთვის რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს და თუ ადამიანს არჩევანის გაკეთების უნარი არ აქვს კურსსა და საქართველოს შორის ძალიან გაუჭირდება რომ აი უარი თქვას იმაზე რასაც თავაზობენ აქედან გამომდინარე მე მეტნაკლებად ვახერხებ ამას და ამიტომ ამბობს ახლა მაგათორე სხვაგან ბატონმა ბაღათება სული ბრძანა წერტილ მძიმესაც კი არავინ არ უყურებს და მიიტან და დამთავრებულია კიდე ჭრაგენ არის ასეთი რეალობა და რა ვქნათ სამწუხაროდ ახლა მოდი მოусმინოთ თვითონ ავტორს აი როგორ ესე წაიკითხავს საკუთარ ლექსს მე ახლა რაც ლექსების წიგნებშია ხომ არის, მაგრამ ეს რაც გამოსაშვები ახალი ლექსები მაქვს საბავშვოდან წავეკითხავ. ცოტა გავხალისდეთ. სათავისო დავთარი. ორმაც უგა მიჭუბა. ადგილი ვერ მოირგეს. ხოდა მოსარი გებულად ფისუნია მოიხმეს. მოსამართლე ციფია რომ შეიცნოს მართალი წარუდგინათ თამამად კანონების დავთარი ფიქრობს რა იმოქმედოს აკვირდება ორივეს თათის ლოგვით მიმართა სათავისო ოინებს წეს კანონს ვერ დავარგვევ რაც არ უნდა მომინდეს ვინც რძეს დავალს მომიტანს პროცესსაც ის მოიგებს დამცინეს ჩემს მეზობლის მწიფე ბალზე დამჯდარიყო ორი ყვავი კენკავდნენ და ნებივრობდნენ გაეშალათ ფრთამხ
ხარ მკლავი შევძახე და შევუყვირე ჩამომხედეს ცალი თვალით რა გაწუხებს შენ მიხარო გააქლიეს გვერდზე თავი უფრო მკვიდრად მოკალათდნენ გამაფრთხილეს გამაწბილეს უკნარას ეს არჩლებიო აღლანდადდნენ და დასწინეს წადი შენ გზას მიხედეო ფრთას შემოჰკრეს გაიცინეს პატრონს ბალი რომ უნდოდეს იფხიზლებს არ დაიცინეს გამოვიდა მაშა დაკვირვებით ხალისით დედაენას კითხულობს თავის წარმატებებით ამაყობს და დიდგულობს ია მაშა ისწავლა შემდეგ მოდის თოხი თუ ეშლება თვალებს ხრის მორიდებით მორწყვით წაკითხულს და მოსმენელს სწრაფად გადახარშავს თუმცა ჩამარცვლა თ ო ხ ი და გამოვიდა მაშა აი ასე ბეჯითად სწავლობს მაშა უშინდედამ სალონში შეიძლება თმები ეთი გამაგებინათ ამას ველა ხვდები ჩიტივით ჭაბუმბულებს იღება ვენეტა და აქტავს სალონი თუ იქ სადაც დედა ხოჩა დავაკვირდი მე აი უკვე ჩანაწერები მაქვს ვინ გამოვიდა სიტყვით და ძალიან დაიჩაგრა სამეგრელო მეგრული გვარი არ დამისახელებია და ახლა ესე იგი ამ შანსს ხრიდან არ გაუშვებდა ხამათონ ნანაკვესელებას ვთხოვ ორი სიტყვით მოეფეროს ავტორს მეგრულმა გვარმა ისე გაიჟღერა მეგრული არ იცი მხოლოდ გვარი მაქვს ასე რომ მაინც მეგრული სოლიდარობა მადლობა იმისათვის რომ აქ ვარ ამ ქალაქის ვიცნობ მე ძალიან დიდი ხანი
წესით მე მამიდას ვეძახი, იმიტომ რომ ჩემი მამა თილის და არის, მაგრამ უფრო ალბათ მეგობარია, იცით, ვიდრე უფროსი ადამიანი. მამიდა ვიცოლა თითქოს ისეთი სიტყვა არის, რომ უნდა ელაპარაკო ცოტა ხელისაწევით, მაგრამ არა, სოფო ძალიან უშუალო ადამიანია. ძალიან თბილი თქვენც იცით, ახლა მე ბევრს აღარ ველაპარაკებ სოფოს ხასიათზე. სხვათა შორის მისი ხასიათი თვითონ სახეზეც აქვს, ყოველთვის გამომეტყველება აქვს ძალიან თბილი, პოზიტიური, სულ იღიმის და არც გამიკვირდება თუ მისი ნაწარმოებიც არ მიკვირს. უბრალოდ ეს ახალი წიგნი არ გვაქვს ჯერ წაკითხული. არ მიკვირს, რომ მისი ნაწარმოებიც არის ესე სიტყვოთი გამსჭვალული. საზღვარგარეთ წასული მე იმის თქმა მინდა იცით, რომ საზღვარგარეთ წასული ყველა ვერ ინარჩუნებს თავის ენას. სოფომ შეძლო, სოფომ და ჯუმბერიმ ალბათ ერთად შეძლეს და თავის შვილებს შეუნარჩუნეს ქართული ენა, თავის შვილიშვილს ასწავლა წერა, როგორც ვიცი წერს. კითხულობს ბავშვი, ამას ეს ალბათ დიდი შრომა არის თვითონ სოფოსი ამაში ჩადებული. სოფო არა ვარ მიჩვეული, მე ესე სახელით არ ვიმართა, უფრო მამიდას ვეძახი, მაგრამ ამჯერად ვიყოს სოფო. მე კიდევ ერთხელ მინდა მივულოთ ეს წარმატება, ეს დიდი წარმატებაა, იმიტომ რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანი ბევრი ვერ წერს და ვერ უშვებს თავის წიგნებს ესე დიდ მკითხველში და სოფომ ამას მიაღწია, საზღვარგარეთიდან გააკეთა. ეს დიდი მიღწევა, რა თქმა უნდა. მე კიდევ ვუსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას, დიდხან სიცოცხლეს. და რა თქმა უნდა ვუსურვებ, რომ კიდევ ბევრი წიგნი გამოუშვას ჩვენს გვასიამოვნოს და თვითონაც ისიამოვნოს იმით, რომ მისი სიმდიდრე რჩება საქართველოს, არა მარტო საქართველოს, საზღვარგარეთ ქართველ ბავშვებს, რომ სოფოს გვარი უკვე ხოცხვერაშვილი, კარგი გვარი ჟღერს, არა მარტო ალბათ იქ, აქაც ვიცნობთ უკვე, აქამდეც ვიცნობდით, მაგრამ ეხლა უფრო დიდი ფართო მკითხველი იცნობს სოფოს. დიდ წარმატებას ვისურვებ კიდევ. დიდი მადლობა. ვიდრე ღონისძიება დაიწყებოდა, რაღაც რუსული საუბარი მომესმა ფოიეში და გავედი. დამაინტერესა და გავედი და კაცო ვხედავ, ქალბატონი დახვეწილი რუსული და საუბრება რუსებს, არა მოგეხსენებათ რუსული მოდაში არ არის დღეს. ხო და გამეკვირდა. მე რომ ვიკითხე პროფესია, ქალბატონი ნანა ყოფილა რუსული ენის სპეციალისტი, პედაგოგი, ასე რომ დღეს კარგი ჟესტი გამოიჩინა, რუსები ჩაეტარენ ამ ბავშვს, რომ თბილად ესაუბრენ საქართველოში. ესეც კარგია. ხუმრობი რა თქმა უნდა. ახლა რაც შეეხება გამომსვლელებს, აქ ყველას გაქვთ საშუალება მოეპეროთ ორიოდე სიტყვით დღევანდელი საღამოს მთავარ გმირს, თუმცა მანამდე ალბათ საინტერესო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არა მივიღე პასუხად, მე მაინც ჯიუტად ჩემსას გავითან და ქალბატონი რუსუდანი მოსაშვილი, ქალიშვილი, ესე მინდა ქალბატონ სოფოსი მომიწვიოდა, თხოვოთ ორი სიტყვით გაგვაცნოს საკუთარი დედა. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოგწადით ყველანი. ძალიან არ უნდა მე გამოსვლა, მაგრამ დამემუქრეს. არ შეიძლება რომ შვილი ხარ და არ გამოხვიდეო. ასე რომ ძალიან მოკლედ ვიტყვი. დიდი მადლობა მოგწონებისთვის, ჩვენ დედაშვილებს, დედაშვილიშვილებს, ჩემი მაიანათიაც აქ არის, ძალიან გამეხმარდა რომ მოხვიდე. მოხვედი და თქვენს თანაჩვენებით ძალიან დიდი მადლობა და ბატონო ზაური, ბატონო არაბული, თქვენი არის ბაღათები. უთქვენოთ ვერ გავაკეთებთ ყველაფერს და დიდი მადლობა და შენც დედა ყველაფერს. დავისახელე როგორია დედა ცხოვრებაში. როგორც მწერალი ჩვენ ვიცით. როგორც პიროვნებად დავისახელე. საუკეთესო დედა არის. ამაზე კარგი დედა გულია. მე მგონია რომ არავის არ აყავს. არავის არ აყავს. ჩემთვის ყველაზე კარგი დედა არის და რა ვიცი, ხამალე 67 წლის ხდება და პატარა გოგოსავით დახტის ხოლმე აქეთი. ხო და რა ვიცი, ძალიან კარგად მახსოვს მეორე წიგნის დაწერა რომ დაიწყო, მე ვწერდი ხოლმე კომპიუტერზე, იმიტომ რომ არ იცოდა კომპიუტერის მუშაობა. ისწავლა თუ არა და
აღარ გაჩერდა იმის მერე. აი წერს და წერს და წერს. რა ვიცი ეს. აი ეგ მინდოდა ზუსტად. ხო, ეს დიდი წიგნი, რა ვიცი, რამდენიმე კვირაში უცბად ისე დაწერა, რომ წაკითხვასაც ვერ ვასწრებდით. ხო, აი. მოკლედ. ხო. მეყოფა. აბა, კარგი. პირველ რიგში გილოცავს საყვარელი მეგობარო ამ დიდ გამარჯვებას, ამ დიდ წარმატებას, რასაც შენ მიაღწია. ესე ადვილი არ არის ხალხო. წახვიდე საზღვარგარეთ და ამდენი 10 წიგნი დაბეჭდა და თან ვინ იყოს თქვენი რედაქტორი, ბატონი ბაღათელარებული, ბატონი საუნაჭყებია. ნაჭყებია სიეშინია, ალბათ ნახევარ მწერლობის საქართველოსი. ნამდვილად ვიცი. მისი წკიპუნტების ნამდვილად ბევრსეშინია და დამერწმუნეთ მე ვარ ამ სფეროში წერ და ვიცი. ბატონო ზაური, ერთ მოგახსენებ ცოტა გადახვევას გავაკეთებ. თქვენ ბრძანეთ რომ დრო არაფერს არ დაალაგებს და ყველა წერს ვისაც რა მოესურვება. მართალია გეთანხმებით ჩვენ ისე თაობა ვართ, ისე ვარ დაზრდილები რომ მართლა კარგი წიგნი ვიცით რა არის, კარგი სიმღერა რა არის ვიცით ხო. და იცით რა რომ გვხვდება ის ცუდი წიგნი, მე იმას ვეძახი ცუდი წიგნს, რომელსაც ზოგს რედაქტორი არ აკავს. წარმოიდგინეთ, დაბეჭდილი წიგნია მეგობრებისა, მე მიხიდია, შემიძენია, ნუ ზოგჯერ ხათრითაც. მე წიგნი ვერ წამიკითხავს, მე სიმართლეს გეუბნებით, ბატონო ზაურ, დამიჯერეთ, თქვენ მე მიცნობთ, იმიტომ რომ მე თქვენ პუბლიკაციებს ყოველთვის მეცნობი, ყოველთვის გიკომენტარებთ, იმიტომ რომ გეთანხმებით, მართლა ბევრ რამეში გეთანხმებით. ხო და იცით რა, რომ ვკითხულობ, მე უკვე ვიღლები ერთ თავს რომ წამიკითხავ, მე ვეღარ ვკითხულობ, არ შემიძლია, იქ იმდენი შეცდომა. მე არ ვამბობ რომ მე ისევ წერო შეცდომა არ მომდის, მაგრამ იქ ზოგჯერ ისეთი საშინელი შეცდომებია, მე წიგნის კითხვას ვეღარ ვაგრძელებ. კი, არიან 5, 6, 10 წიგნი აქ დგამს, რომანისტები არიან, ასე ვთქვათ, რომ კითხოთ, მაგრამ მე წიგნებს ვერ ვკითხულობ. ეს პატარა გადახვევის სახით. რაც შეეხება სოფოს. სოფო მე გავიცანი როგორც საბავშვო მწერალი. ოჯახებით უკვე ახლა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. იცით რა არის, ბავშვებზე წერა სხვა არის და ბავშვისთვის წერა სხვა რამეა. ბავშვისთვის რომ წერდა დადგე ბავშვის დონეზე. მე ხლა ვეთქვი ვამზადებ საბავშვო წიგნს და ვიცი რაც არის. ეს არის ჯოჯოხეთური შრომა, იმიტომ რომ ბავშვზე რასაც კიდე დაწერა იმანის გააკეთეს, ეს არ არის. ბავშვისთვის როცა წერთ, უნდა ამოიღო ის ჩვენი ქართული სიტყვის მარგალიტები და ბავშვის დონემდე უნდა დაიყვანო და ისე მიაწოდო. აი ეს ძალიან ძნელია. ბრავო სოფი, შენ მართლა ძალიან კარგი ხარ. და მე როცა გავიგე თქვენს შესახებ და რედაქტორი რომ გადამხედე მე თქვენ წიგნებს რომ მაჩუქეთ პირველად და ბატონი ბაღათელი, ბატონის როლი ახლა ამას უკვე აღარ ჭირდებოდა ზედმეტი ჩახედვა, უკვე მივხვდი რომ ძალიან კარგ შემოქმედთან მქონდა საქმე. ბრავო, გილოცა, დიდხანს იცოცხლე, ჯანმრთელად ხარ, ადამიანია არაჩვეულებრივი, მეგობარია არაჩვეულებრივი, ვერავინ ვერ დაასწრებს მეგობრის მოკითხვას, ნახვას, მიყვარ ხარ. კიდევ მრავალი მომენტოც. აი, 2 წლის მერე აპირებ ჩამოსვლას ახალი წიგნით შევხვდეთ. დიდი მადლობა ბატონო ზაურ ძალიან. ახლა ისევ ხალბატონის როგორც აკმიგითხავს რამდენიმე ლექს. ალუბლის საყურე. ისევ ბავშვებში ვარ. გაბრწყინებული შემორბის, გული არ უდევს საყურეს. იპრანჭება და გვაწონებს ალუბლის წყვილ საყურეს. შვილო არ დამწიფებულა, ჯერ მეტი აღარ დაკრიფო. მაშ რა ვქნა? ეხლა წავიღო და ისევ ხეზე დავკიდო. ცელქი მოუსვენარი. იცელქა და უცბად გადაისხა კაკაო. სუნთლად გადაიჭრება ცხვირპილი და კაბაო. პირს ბანენ და თან ხდია, გამოგიცვლით ჩქარაო. მერე ჩავიცმევ მაცადეთ ჯერ არაო. გადავხდათ კალთიდან, აგერ ვარ, ანქაო, ვინ უფრო ოჯახი ხართ, ვინ დამიჭერთ აბაო,
დარბის უხმობს თვითეულს ჰოპ ჰოპ აპაო აკეთიკით ახტუნა ბებიკო და პაპაო არ დაიბნა ლელა ერთი წამი არ ჩერდები რა მოგიხერ ხო ლელა სულ გარეთ გინდა თამაში თან დაგდებ თუკან ყველა თუ კი იქნები ასეთი მოუსვენარი ბავშვი იცოდე რომ ჩაგაბარებ სად და ბავშვთა სახლში ვიცი დედიკო მარტყუებ ხედავ შენს ჩუმად სიცილს თორე შენც რომ დაბერდები მესაც წაგიყვან იცი სად და მოხუცთა სახლში რო ქვია კათარსისი სხვადასხვა გუშინ ვიყავით სპექტაკლზე და აი ძალიან ნოსტალგიური თემა იყო და ქალბატონმა სოფომ ერთი ორი ისეთი რაღაც სიტყვა თქვა ზუსტად მაგის გაგრძელება დღევანდელი ხმის წაკითხული არ მქონდა არაფერი ისე არ მტკივა როგორც ეს მიგრაცია საქართველოს არაფერი ისე არ მოწუხებს როგორც წასული ადამიანების ბედი ზოგი დიდი გაჭირვების შემდეგ პოულობს თავის არაკეთს ზოგი ვერ პოულობს არც აქეთ ჩამოდის კაც ვერაფერს არ გულს თავის თავს აძლევს და ვერ სულ ქვეყანას ბუნებაში ბუნებას არ უყვარს ცარიელი ადგილები ყოველთვის იშებოდა მე ძალიან დიდი გული მტკივა რომ ჩვენთან აქ საქართველოში ცარიელი ადგილი ქართველების სამბრძოლებელი ადგილი უცხოელობთ ისაა კიდევ ერთ რამას მინდა გავუსვა ხაზზე ცუდი უფრო მეტი მოდის და მალე მოდის უცხოეთიდან ვიდრე ქართველების კარგი გაკეთებული საქმე აი ჭამოვიდეთ ისავს კარგად თქვა რომ შენს ქვეყანაში შენი ოჯახის დესპოტი ხარ და შენი ქვეყნის გამო მთელი შენი ქვეყნის ძალიან გამეხარდებოდა თუ კიდევ ბევრ კარგებას გავაკეთებთ ჩვენი ემიგრანტებისგან და უზომოდ გამეხარდებოდა თუ წასულების ერთი 70% მაინც დაბრუნდებოდეს ეს ჩემი დიდი ტკივილია მაწუხებს წარმატებებს გისურვებ და მრავალი სიგრძის გამოცემას მადლობა ქალბატონო დასასრულისკენ წავედით ქალბატონი სოფოს თქო საბოლოო სიტყვას და მე შევაჯერებ დღევანდელ საუბარს Adetționul salută națională megubrebu. Უსმობლო ეხლა გაცნობილებო ყველას უდიდეს მადლობას მოგახსენებთ აქ მობრძანებისთვის და იმ ყურადღებისთვის რაც ჩვენს მიმართ გამოიჩინეთ ჩვენ ერთობლივად მუშაობთ და ჩვენს მიმართ დიდი მადლობა ყურადღებისთვის გისურვებთ მრავალ ბედნიერ დღესასწაულს რელიგიურ დღესასწაულს მშვიდობას ოჯახში და გარეთ ყველგან ბავშვების პატარების გამრავლებას, ოჯახების სიმრავლეს და ჩემი მწვრთნელების გამრავლებას პირველ რიგში და ყველა სიკეთეს და სიხარულს. დიდი მადლობა კიდევ და ასე იგი უმორჩილეს და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველა საკმაობძანებისთვის. დიდი მადლობა. პროფესიის წყალობით თუ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ნიჭი ადამიანს რო შეხედა თვალებში უკვე პირის გარებას მოგადია და არ არის საჭირო აი დავინახო მისი თვალებიდან სიკეთე გამოდის თუ ბოროტება და როცა პირველად შევდი ქალბატონ სოფოს მე არ ვისწორდი მის შემოქმედებას აი დარწმუნებული ვიყავი რომ ზუსტად ის იქნებოდა როგორც მე წარმოვიდგინე და ძალიან გამიმართლა ამ შემთხვევაში თქვენ თვითონ დარწმუნდით რა სიკეთე იმზირება მისი თვალებიდან, მისი ლექსებიდან, მისი შემოქმედებიდან ზოგადად. მე ვთვლი რომ ეს ერთ-ერთი წარმატებული ღონისძიება ჩემის მხრიდან, რაც წლების მანძილზე მიკეთებია, გამომდინარე იქნება რომ ძალიან დიდი სიტყვა და სიყვარული სუფევს. აქ ესე იგი იგრძნობა რომ თქვენ მოხვედით ნამდვილად მოსასმენად და მოხვედით ამ ადამიანის დასაფასებლად. ხშირად ხდება ხოლმე მიჭირს დარბაზის გაჩვენება. ეს განსაკუთრებით სხვა სიტუაცია ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, სახელმწიფო დარბაზში და ხშირად ესე იგი მიხდება თქმა, თუ არ გავჩვენდებით უკვე წვეთ ღონისძიებას მეთქი აქ ესეთი რაღაც ჰარმონია, ისეთი ინტერესია ყოველი სიტყვის მიმართ, მადლობა მინდა გითხრათ. დარწმუნებული ვარ თქვენს მაყოფილები მიდიხართ აქედან, მინდა სიკეთე გისურვებთ, უფალი გპარავდეთ. კარგად გაგრძელოთ. Thank you.
იმზე მოვედით იებით და ვარდებით სამშობლო სიყვარულში არ ჩამოგივარდებით დიდზე იმზე მოვედით იებით და ვარდებით სამშობლო სიყვარულში არ ჩამოგივარდებით საქართველოს არ გაცვლი და მიხსოვნეთ ვიმსავარ იაკობის ამბავს და ჩემს დედიკოს ვიცავარ იაკობის ამბავს და ჩემს დედიკოს ვიცავარ სამშობლო სიყვარულში არ ჩამოგივარდებით დიდზე იმზე მოვედით იებით და ვარდებით სამშობლო სიყვარულში არ ჩამოგივარდებით საქართველოს არ გაცვლი და მიხსოვნეთ ვიმსავარ იაკობის ამბავს და ჩემს დედიკოს ვიცავარ იაკობის ამბავს და ჩემს დედიკოს ვიცავარ საქართველოს არ გაცვლი საქართველოს არ გაცვლი საქართველოს არ გაცვლი საქართველოს არ გაცვლი